გამზირისაკენ მანამდე ვხედავთ რომ პარალელურად მათ აქვს სიტყვით მიმართვები და აქ მყოფ საზოგადოება საკუთარ პოზიციას აცნობენ იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ქუჩაში დგომა. დათუნა დანელია არის ახლა ჩემთან ერთად. დათუნა, გვითხარი შენი პოზიცია იმ ყველაფერთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება. როგორი მოლოდინი გაქვს, რადგან გვიანონსებთ უკვე ძალიან დიდი ხანია მშვიდობიან რევოლუციას. როგორი იქნება ეს მშვიდობიანი რევოლუცია? მხოლოდ გამარჯვება, მეტის მოლოდინი არ მაქვს. ამ ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია აუცილებლად მოხდება და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ნახეთ, რამდენი გულანთებული სტუდენტი გამოვიდა გარეთ. ბიძინა ივანიშვილის ფული არაფერი არ არის. სამშობლოს სიყვარულთან. დიახ, ჩვენ მივყვებით ზვიად გამსახურდეს და მერაბ კოსტავალს გზას. დღეს 9 აპრილს და წამებუთა სულები დაგვსქერიან ჩვენ და ჩვენს გვერდით არიან. ის გმირები არიან ჩვენს გვერდით. მათი სულები. ამიტომ უკან დახევის დრო არ არის. ყველანა ბიჭი წინ და დიახ, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეშინოდეს და დღეს ნახეთ ძალიან შეშინებული შიშარა ბიძინა ივანიშვილი რომელსაც სიტყვა ვერთვა. ამიტომ ეს ქვეყანა ეკუთვნის საქართველოს და არავის არ მისვათ მის უფლებას რომ გაარუსოს ეს ქვეყანა. ყველა მოქალაქე დღეს ვარ როგორც რიგითი ჯარისკაცის შვილი. ამიტომ არ არის პოლიტიკა, არ არის პარტიულობა, არის მხოლოდ ერთადერთი დიადი სამშობლო და ეს საქართველო აუცილებლად გაირწყვინებს. ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს აუცილებლად გაბრწყინდება. ეს არ არის მხოლოდ დათუნა დანელიას პოზიცია, ამას ამბობს ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა აქ არის შეკრებილი. ჩვენ შეგვიძლია ასევე მომისმინოთ კომენტარები. გიორგი ჟამერაშვილი, გიორგი, გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვარ. გვითხრა, რა არის შენი მოლოდინები და როგორ აპირებ ახალგაზრდები ბრძოლას, რადგან ქართული ოცნება ყველა მეთოდით ცდილობს, რომ იძალადოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე. გაქვთ იმის მოლოდინი, რომ დღეს თქვენი ნება ახდება და მოახდენს მშვიდობიან რევოლუციას? პირველ რიგში დღეს ქართული ოცნება ხედავს იმას, რასაც ხედავდა უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები გამოდიან და მათ ეუბნებიან, რომ ისინი არ არიან ამ ქვეყნის შესაფერისი ხელისუფლება. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ მოქმედებს, ისინი გადმოვლენ თუ არა დარბევაზე, ეს სრულიად უკონტროლო სიტუაცია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც გედედეს თანამშრომლები სრულიად მშვიდობიან აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდეთ ან ძალიან სასტიკად. მაგრამ ეს ის დრო აღარ არის, რომ ვიღაცებს დაჩაგრავენ. ყველაფერს თავისი პასუხი გაეცემა. ბატონო, მადლობა. ლუკა ხიზაძე არის ასევე ჩვენთან ერთად. ლუკა, როგორი არის თქვენი გეგმა? ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი სტუდენტი მიემართება ახლა რუსთაველის გამზირისაკენ. თქვენ სულ უსვამთ ხაზს იმას, რომ ხართ პროტესტის ავანგარდში. დღეს ეს ავანგარდში ყოფნა რითი გამოიხატება? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ყველას მოგმართოთ, ვინც ახლა მოდიხართ და გზაში ხართ და რუსთაველის გამზირზე მოდიხართ. იჩქარეთ, იმიტომ რომ ეს ხალხი, ეს სტუდენტობა და ეს ახალგაზრდობა გელოდებათ, ეს სტუდენტები აუცილებლად იქნებიან წინა ხაზზე. ეს სტუდენტები არიან მზად ყველაფრისთვის. ჩვენ გვაქვს გამოცდილება აი ბოროტებასთან ბრძოლის და ასევე გვაქვს სამართლიანობა და ღირსება ჩვენს მხარეს. და მე ზუსტად ვიცი, ამ ხალხსაც ჯერა გამარჯვების, ახალგაზრდებს ჯერა გამარჯვების, ეს ხალხი, ეს სტუდენტები იქნებიან პირველი მუხტი, პირველი ძალა, რომელსაც მთელი საქართველოს შემოგვიერთდება და მივაღწევთ ერთად გამარჯვებას. მადლობა. ბატონო, დიდი მადლობა. ასევე აჩი გოჩიტაშვილი, სტუდენტი საქართველოს დროშით. აჩი, გვიანონსებდით დროშების რევოლუციას, სტუდენტურ რევოლუციას, რომელიც იქნება მშვიდობიანი, როგორც გვიდასტურებთ და გვეუბნებით. როგორ ფიქრობთ, ნებისმიერი ზეწოლის შედეგად, თუნდაც მშვიდობიანი, ბიძინა ივანიშვილი დათმობს ძალაუფლებას? კი ბატონო, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი მივესით ქართულ ოცნებას, წელიწადზე მეტი რომ დაეთმო ხელისუფლება, დაეთმო ის კამი, რომელზეც ის არალეგიტიმურად, მაგრამ დღესაც ჩაატარებენ კიდევ ერთ არჩევნებს, კიდევ ერთ არალეგიტიმურ არჩევნებს, რუსულ სპეცოპერაციას და ისინი არ არიან ესე მარტივად დამთმოები, მაგრამ ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ჟინით, ჩვენი ერთობით, ჩვენი სიმართლით უნდა ვებრძოლოთ, წინ დავუდგეთ და არ მივცეთ საქართველოს გარუსების საშუალება, იმიტომ რომ საქართველო ეკუთვნის ქართულ ხალხს და არ ეკუთვნის რუს კობახიძეს, რუს ივანიშვილს და რაღაცა რუსულ ოცნებას. ამიტომ საქართველოში დღეს მოხდება ერთ-ერთი გადამტეხი ყველაზე დიდი მოვლენა, ეს არის რევოლუცია და ქართული ოცნება ერთხელ და საბოლოოდ გაიქცევა საქართველოდან. ბატონო, ქართული ოცნება ერთხელ და სამუდამოდ გაიქცევა საქართველოდან. ეს არის აქ ყოფილი სტუდენტების პოზიცია. მოდი გავაგრძელოთ ჩვენ მათი კომენტარების მოსმენა. ლუკა, მოდი ჩემთან თუ შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მოისმინა შენი კომენტარი, ახლა უკვე მსვლელობით მიდიხართ პარლამენტთან. როგორი არის გეგმა? იმიტომ რომ 4 საათი დღევანდელი დღის ცვლის ყველაფერს. ჩვენ გვახსოვს ფრაზა, როგორ საუბრობდით მუდმივად იმაზე, რომ ეს 4 საათი იქნებოდა ისტორიული წუთები და მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის. რაში იქნება ეს გამოხატული და როგორ გამოხატავთ თქვენს პოზიციას? კი ბატონო, ამაღელვებელი წუთებია, ნამდვილად ხატია, ნამდვილად ეს არის ისეთი დიდებული წამები, როდესაც ქართველი მოსახლეობა
ურთიერთობა გამოვიდა დაჩაგრულის პოზიციიდან, გამოვიდა ქუჩებში და მინდა მიმართო იმ ადამიანებს, რომელსაც გული ეთანაბრება 4 ოქტომბერს. გავიდეს თუ არა აქციაზე, ვინც ახლა ტელევიზორიდან გვიყურებთ. სახალხო ყრილობა იმართება რუსთაველის გამზირზე. თქვენი ბედი წყდება აქ. უბრალოდ ალბათ მე შემწყვებოდა არ ვიყო და ვერ ვიყო ისტორიული პროცესის მონაწილე, რადგან უბრალოდ ალბათ დამეზარა. ამის ასე რომ მოუწოდებ ყველას გათიშეთ ტელევიზორები, მობრძანით რუსთაველის გამზირზე და შევძლებთ გამარჯვებას. 4 ოქტომბერი აუცილებლად შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. ღმერთმა დალოცოს საქართველო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. შეგვიძლია გავაგრძელოთ ასევე კიდევ მომისმინოთ სხვა იმ სტუდენტების პოზიციები, რომლებიც დღეს აქ არიან შეკრებილები და სხვათა შორის ყველას პათოსი არის იდენტური იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა ოცნებამ ახლა ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წუთები უნდა აითვალოს. გამარჯობა. მე მოვისმენთ თქვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ელით თუ არა რადიკალურ ნაბიჯებს ბიძინა ივანიშვილის გუნდისგან, რადგან მისგან ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია აღარავის აღარობას. მათგან არაფერი არ იქნება გასაკვირი, ნებისმიერად უნდა მოელოდოთ მომენტების განვითარებას, თუმცა ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის. აქ გამოვიდა ქართველი ხალხი, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების კონსოლიდაციას ვადევნეთ დღეს ჩვენ თვალს და ეს ერთობა არის აპოგეა, რომელიც დაამარცხებს იმ ბოროტებას, რომელიც მე-13 წელია უკვე საქართველოს ჭაობისკენ მიაღწევს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ანა პეტროსიანის კომენტარსაც მოვისმენ. ანა, პროგნოზებთან დაკავშირებით უსვამ სტუდენტებს კითხვას და ანალოგიურად მინდა ახალგაზრდებისაგან მოვისმინო, როგორი არის შენი თვალსაზრისით, შენი აზრით პროცესებისა და მოვლენების განვითარება. ჩვენ ძალიან ბევრ დროშას ხედავთ, ბექა კადრში ვაჩვენოთ. ეს დროშების რევოლუცია მშვიდობიანი, რომელიც დაანონს და ვხედავთ, რომ პირველ ნაბიჯებს უკვე დგამს. როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები? შემდეგი ნაბიჯები იქნება იმაზე ხისტი, იმაზე უფრო ძლიერი და იმაზე უფრო ისერი ვიდრე აქამდე, იმიტომ რომ დღევანდელი ბრძოლა, დღევანდელი შეკრება არის კვლავ ჩვენი ერთობის და ერთიანობის სიმბოლო. არჩევნები სადაც ტარდებოდა მხოლოდ ქართული ოცნების დაქვემდებარებაში მყოფი პარტიების მონაწილეობით კვლავ გააყალბეს, ანუ თავის ამომრჩეველსაც კი უყალბებენ ამ ხმებს და აი ამ სისულელესში, ამ ცირკში, ამ მარაზმში სტუდენტები არ მივიღებთ მონაწილეობას. ეს მარაზმი დასრულდება დღეს, დასრულდება რაც შეიძლება მალე. იმიტომ რომ ეს არ არის ქართველიერის არჩევანი და ის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რაც მოვიპოვეთ და შევინარჩუნოთ. შესაბამისად, სტუდენტები ყოველთვის იდგებიან სამართლობის წინააღმდეგ. მადლობა. ბატონო, მადლობა. უსმენთ ანა პეტროსიანს და აი ასე ამ შეძახილებით მოვიდა მარში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან და ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდის აქციების გიმნად ქცეული სიმღერა. ასე აგონებენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხმას ეს ადამიანები და ფიქრობენ, რომ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ინიჭება მათ აქტივობას, მათ ხმაურსა და მათ ძალისხმევას იმისთვის, რათა საბოლოოდ მშვიდობიანად დაამხონ ქართული ოცნება, რასაც ძალიან დიდი ხანია უანონსებენ ისინი ქართულ საზოგადოებას. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ აქ მყოფი ადამიანების პოზიციებისა და კომენტარების მოსმენა, რადგან მათგანის აზრი არის მნიშვნელოვანი. პირდაპირ ეთერში ვმუშაობ, ნინი აფხაზავა არის ჩვენთან ერთად. ნინი, გვითხარი, აბა როგორ გესახება ის ყველაფერი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალყურს. სტუდენტები, ახალგაზრდები გახდით ერთ-ერთი პირველი ქართული ოცნების თავდასხმის მსხვერპლი. როგორ დასრულდება ეს ყველაფერი? ერთ სიტყვი. ბრძოლა გამარჯვებამდე. ყოებს აქვს ჩვენი იმედი და ჩვენ ვიდგებით ბოლომდე მათ გვერდის. საქართველო გაიმარჯვებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ახლა შეგვიძლია კიდევ გავაგრძელოთ პოზიციების მოსმენა. აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, თუმცა მინდა რომ ისევ გაჩვენოთ კახა კალაძის საარჩევნო შტაბი, რადგან ახლა რუსებო მთავარი შეძახილი არის ეს და ასე ვცდილობენ აქ მყოფი ადამიანები, რომ კალაძეს და მას დაქვემდებარებულ ადამიანებს გააგონონ, რომ მათი ბრძოლა იქნება უკომპრომისო ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში არსებული ვითარება შეცვალონ. გიორგი ბარბაქაძეს ხედავთ, გამარჯობა გიორგი, პირდაპირ ეთერში ვართ. როგორც სტუდენტმა პროტესტში ძალიან აქტიურად ჩართულმა ადამიანმა, გაგვიდასტურე და გვითხარი თუ როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთო როგორც რიგითმა სტუდენტმა იმისთვის, რათა მშვიდობიანად შეცვალო ის რეალობა, რომელიც ახლა საქართველოშია. კი ბატონო, დღესობით ისეთი საკითხი დაგვიდგა, რომ მაქსიმალურად უნდა შევერთო და მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს მთავრობა მოიშოვოთ, რომ 13 წელი უკვე ზედმეტი არის და დიდი ხანია უკვე ეს ბრძოლა აღარ არის პოლიტიკური, ეს ბრძოლა უკვე დიდი ხანია იქცა მორალური და პრინციპის ბრძოლად. ჩვენ რო დეკემბერში გავჩერდით, შეიძლება ბევრი მაიფქროს რომ წავაგეთ, მაგრამ ჩვენ შეიძლება ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ არა ომი. ამიტომ ან დღეს, ან არასდროს.
ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ან დღეს ან არასდროს ასეთი არის აქ მყოფი ადამიანების პოზიცია. ჩვენ ხედავთ, რომ გაჩერდნენ აქციის მონაწილეები კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან და აქ გამოდიან სიტყვით. ისინი მიმართავენ ერთმანეთს, მიმართავენ ქართულ საზოგადოებას და ეუბნებიან იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ უნდა შეაშინოს ეს ადამიანები, რადგან ქართველი ხალხის ნება გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია გასცდა დემოკრატიულ სტანდარტებს. მე აქ დაგიდასტურებთ იმას, რომ არ არიან მხოლოდ ახალგაზრდები, თუმცა მაინც მთავარი ბირთვი და ძირითადი ნაწილი აქ მყოფი ადამიანების არის სტუდენტები, რადგან სწორედ მათ ეკუთვნით ეს მარშიც და აქციაც. დათა ქაშიაშვილი, დათა, გვითხარი ახლა კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან, ვართ იმ შტაბთან, სადაც დაასისხლიანეს ძალიან მძიმედ გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. მერე უკვე ამბობდნენ თითქოს ის ქალები, ვისაც ვიძალადით, ქალები არ არიანო და ასე სცადეს აქციის მონაწილეების დისკრედიტაცია. როგორ უპასუხებ ამ ძალიან მძიმე პროპაგანდას? კი, არა მხოლოდ გუშინდელი, გუშინაც მოხდა, გუშინაც შემოგვიბრუნეს ძალადობის ამბავი და აი ესაა ჩვენი პასუხი, ჩვენ ყოველთვის მეტნი ვართ, ჩვენ მოვალთ და ყველგან ვიტყვით იმას, ისიც მას გვინდა ჩვენ მაქვს ამის უფლება, კალაიცოფის იქნება პარლამენტი თუ საკრებულო, ყველგან მივალთ და ყველგან გავაჟღერებ ჩვენ აზრებს. არანაირი ძალადობა ამათ არ შერჩებათ, არც ტიტუშკებს, არც პოლიციელებს, არც გედედეს, ყველა დაიჭება. უმძიმესად ამათი დღეები უკვე იცვლება, რამდენიმე დღეღა დარჩათ და ილოცონ და ქვეყნიდან გაგვასწრონ, იმიტომ რომ ესენი ციხეში ამოყებიან ყველანი დანაშაულისთვისაც ჩაიდინეს ხალხის წინაშე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. უსმენდით დათა ქაშიაშვილს. აი ახლა ვისმენთ აქ კიდევ სტუდენტების სიტყვით მიმართვებს, ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნება მათ ვერ დაამარცხებს, რადგან მათი ძალა არის უფრო მნიშვნელოვანი. მოკლედ ასეთი მოცემულობა არის კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან. მოდი მოვუსმინოთ ახლა რას ამბობენ ეს ადამიანები. ძალიან დიდი პარტივი, იმიტომ რომ ჩვენ ვიქნებით პირველი მუხტი, რომელიც დაიძახებს, რომ ჩვენ გვერდა გამარჯვებით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რომ ქვეყანას გავათავისუფლებთ და ამ მუხტს შემოემატება მთელი საქართველო, ყველა საქართველოს მებრძოლი ადამიანი. და ბოლოს სტუდენტებთან მაქვს სათქმელი მხოლოდ ერთი რამ, რასაც ყოველთვის ვიმეორებ. ნოემბერ-დეკემბერში ჩვენს გვერდით, ჩემს გვერდით და თქვენს გვერდით იყვნენ სტუდენტები, რომლებთან ერთადაც ვებრძოდით ტიტუშკებს და სპეცნაზმელებს, წყლის ჭავლის მანქანებს და ათას უბედურებას, რაც ამათ გამოიყვანეს ჩვენ დასაშინებლად. და ეხლა ეს ხალხი ძალიან ამაღელვებელია ეკო დამეთანხმები ეს კადრები უწყვეტი პროტესტის 311 დღე არის 311 დღე მას შემდეგ სხვათა შორის რაც ირაკლი კობახიძემ პრემიერმა ქართული ოცნების თქვა რომ უარს ამბობენ ევროინტეგრაციაზე რაც ფორმალურად არის უარი დემოკრატიულ განვითარებაზე და ყველაფერი